მსუბუქი, გამაგრილებელი, არომატული ფერადი და ძალიან გემრიელი სორბეტი. ის რაც ზაფხულის ცხელდღეებს საოცრად უხდება. დღეს გაგიზიარებ მისი მომზადების ცოტათი განსხვავებულ ვერსიას. სორბეტს როგორც წესი ასე ამზადებენ. ხილისპიურეს ამატებენ დამატკბობელს, ხშირად სიროპს, ზოგჯერ თუ ხილი ძალიან ტკბილია, უშაქროდ ამზადებენ. შემდეგ მასას ყინავენ და ნაყინის მსგავსად პერიოდულად ურევენ. ტექსტურა უფრო გლუვი და მსუბუქი რომ გამოვიდეს. მე კი ცოტა განსხვავებული გზით წავედი. ჯერ ხილს ვყინავ, შემდეგ კი გაყინულს ვაბლენდერებ სიროპთან ერთად. მოვამზადებ და თან ვეცდები აგიხსნე, რატომ შეიძლება იყოს ეს მეთოდი უფრო მარტივი და მოსახერხებელი. პირველ რიგში მოვამზადე ხილი გასაყინად, ცალკე ჟოლო და ცალკე მწიფე ტკბილი ატამი. არ გავთვალე შეგნებულად, უფრო ცოცხალი ფერი რომ მქონდეს და თან კანში ბევრი ვიტამინები არისო, ასე გამიგია. რა თქმა უნდა, გათლა შეიძლება, ასეთ შემთხვევაში სორბეტი უფრო ერთგვაროვანიც კი გამოვა. ხილი გაიყინა და ახლა ვიწყებ მომზადებას. ჩავყარე ბლენდერის ჭიქაში, მე ნინჯას კომბაინს ვიყენებ, ის წამებში აქცევს პიურად ნებისმიერ გაყინულ ხილს ძალიან მარტივად. დავამატე ინვერტული სიროფი, შეიძლება ჩვეულებრივი სიროფის გამოყენებაც, უბრალოდ ასე უკეთესი გამოდის და შაქრის რაოდენობაც ნაკლებია. ინვერტული სიროფი თუ არ მოგიმზადებია, შემოიჭიდეთ ჩემთან რეცეპტი, გაზიარებული მაქვს. დავამატე ცოტა ლიმონის წვენი და მწიყვი მარილი, დანარჩენს კი კომბაინი გააკეთებს. კიდევ ერთი რაც მინდა დავამატო, თუ ზოგიერთი კენკროვანი ხილის წიბწები სორბეტში გამაღიზიანებელია, მაშინ კლასიკური მეთოდით მომზადება ჯობს, რაც გულისხმობს ჯერ კენკრის დაბლენდერებას, შემდეგ საცერში გატარებას და ამის შემდეგ გაყინვას. ასეთ შემთხვევაში ბლენდერით ან მიქსერით დამუშავება აუცილებელია გაყინვის პროცესში რამდენჯერმე. სხვა ყველა დანარჩენი ხილის შემთხვევაში კი ეს მეთოდი ჩემთვის საუკეთესოა. ზუსტად იგივენაირად მოვამზადე გაყინული ატმისგან და სულ ეს არის. პლუსები. პირველი შეიძლება რამდენიმე სახეობის ხილის გაყინვა წინასწარ და შემდეგ სწრაფად მომზადება, მისართმევად მაშინვე მზად არის ზედმეტი თქვეფის გარეშე. ასევე შეიძლება მისი გაყინვა განმეორებით ყინულის დიდი კრისტალები აღარ წარმოიქმნება იმის გამო, რომ ინვერტული სიროფი აქვს დამატებული და ძირითადი ყინულოვანი წარმონაქმნებიც უკვე დაშლილია. ნაყინთან შედარებით მასში წყალი მეტია და მიკროკრისტალები სპეციალური აპარატის გარეშე მაინც იქნება, მაგრამ ნაკლები. რამდენიმე წუთით ოთახის ტემპერატურაზე გაჩერება საკმარისია, რომ ისევ სასიამოვნო რბილი ტექსტურა დაიბრუნოს. თან სორბეტს ცოტათი ყინულოვანი ტექსტურა თითქოს უხდება კიდეც. კიდევ ერთი საყინულეში მოთავსებამდე საკვებ ცელოფანს ვაფარებ კონტაქტურად, ისე როგორც ამას ცხელ კრემებზე ვაკეთებთ. ასე ზედაპირზე არ წარმოიქმნება ყინულის ფენა. მინუსებიდან კენკრით მომზადება სპეციფიკურია და გემოვნებაზეა დამოკიდებული, შეიძლება ყველას არ მოსწონდეს. იდეალურად გლუვი არ გამოდის ჟოლოს, მარწყვის, მაყვლის და სხვა თესლიანი კენკრის მომზადებისას. მეორე მინუსი კი არასდროს არის საკმარისი. არაფერი ჯობს სახლში მომზადებულ დესერტს, რომელიც ერთნაირად სასარგებლოა პატარებისთვის და დიდებისთვის. მისი მომზადება შეიძლება ნებისმიერი საყვარელი ხილით. მთელი გულით გირჩევ მოამზადო. გისურვებ ფერად და ბედნიერ ზაფხულს. მადლობა რომ მიყურებ ბოლომდე.